City Park-თან დაკავშირებით თბილისის მერია შეკრება იყო 22 აგვისტოს. და იქ ითქვა წამოღებული მაგ და შემიძლია გაჩვენოთ, რომ დავით ნარმანიამ თბილისის მერმა City Park-ს მისცა ვადა სექტემბრის ბოლომდე. ახლა არის დეკემბრის შუა რიცხვები. უკვე პრინციპში გავიდა ძალიან დიდი დრო იმისთვის, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა City Park-თან დაკავშირებით რამე გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება არ ჩანს. აქ არის ორი ვარიანტი. ერთი ძალიან ცუდი ვარიანტი ის, რომ მერია და City Park-ი რაღაცაზე გარიგდნენ კულუარებში. ეს არის ძალიან ცუდი ვარიანტი და მეორე ვარიანტია, რომ უბრალოდ თბილისის მერიას არ ყოფნის ღონე იმისთვის, რომ აი ამ ძარცველურ კომპანიას მოერიოს. ჩემთვის და ალბათ თითოეული მოქალაქისთვის, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს, ერთიც მიუღებელია და მეორეც მიუღებელია. მე ხმას არ ვიღებდი მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ როგორმე არ შემეშალა რაიმე პროცესისთვის ხელი, თუმცა გავიდა მეტისმეტად დიდი დრო. და ახლა ვამბობ ხმამაღლა, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაუყოვნებლივ უნდა გადაწყვიტოს City Park-ის პრობლემა. ეს კომპანია არის ქალაქიდან გასაშვები, ეს არის ერთმნიშვნელოვანი და მე მზად ვარ, რომ საკუთარი მოსაზრებები მათ შორის შევთავაზო დავით ნარმანიას. ადრე არაოფიციალურ შეხვედრაზე ერთ-ერთი მაღაზიის გახსნის დროს შევხვდით, მე შევთავაზე, რომ გარკვეული მოსაზრებები მქონდა და შემიძლია მისთვის გამეზიარებინა, მან თქვა, რომ პროცესი მიდიოდა და ამის აუცილებლობა არ იყო. დაუყოვნებლივ თბილისის მერმა უნდა გადაჭრა City Park-ის პრობლემა, იმიტომ რომ მეტის მოთმენა არის შეუძლებელი. ეს არაფრის მაქნისი კომპანია თარეშობს პირდაპირ ქალაქში მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისე იქცევა როგორც თავად თვლის საჭიროდ და არავის არ აქცევს ყურადღებას. არანაირად არ ემსახურება ეს კომპანია პარკინგის მოწესრიგებას, ეს ერთმნიშვნელოვანია. და მხოლოდ ძარცავს მძღოლებს. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და წლის დასასრულამდე ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება City Park-თან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ თქვას ხმამაღლა საჯაროდ და გადაწყვიტოს დავით ნარმანიამ City Park-ის პრობლემა, ვინაიდან მეტის მოთმენა ამ კომპანიასთან მიმართებაში, პარკინგთან მიმართებაში, ტრანსპორტის მოძრაობასთან მიმართებაში მეტის მოთმენა ქალაქში არის შეუძლებელი. ეს არის ჩემი მოწოდებაც და ეს არის ჩემი მოთხოვნაც, რომელსაც დარწმუნებული ვარ 100,000-ობით ადამიანი და 100,000-ობით ზღოლი უმაგრებს ზურგს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეგნებულად ხმას არ ვიღებდი მთელი ამ ხნის განმავლობაში, მე მქონდა წინააღმდეგები, რომლის შეთავაზებისთვისაც მზად ვიყავი, მაგრამ არც არავის აინტერესებდა ეს და არც თავად გააჩნდათ იმის უნარი, როგორც ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოთ. ეს გადაწყვეტილება წლის ბოლომდე აუცილებლად არის მისაღები. City Park-ი ქალაქიდან არის გასაშვები. თუ ვერ ერევა დავით ნარმანია, ეს გულახდილად თქვას და მთელი ქალაქი მხარში დაუდგება, ხოლო თუ გარიგება, ამას გავიგებთ და ამას შესაბამისი შედეგებიც უნდა მოყოს შემდგომ. მაგალითად ტროტუარი არის აბსოლუტურად უკანონო ტროტუარები გადაცემული City Park-ისთვის. City Park-ს უნდა შეუქმნათ ისეთი გასაგებია, რომ ერთმნიშვნელოვნად ამ კომპანიას ვერ გაუშვებ, ვინაიდან დიდი ზარალი დაეკისრება ქალაქს, თუმცა ამ კომპანიის 2025 წლამდე არსებობაა ზარალი, მე რო კაცმა მკითხოს, ვინაიდან ხელშეკრულება სწორედ ამ ვადამდეა გაფორმებული, მაგალითად და City Park-ს უნდა შეუქმნა, აქამდე ქონდა აბსოლუტური ოაზისი და სასათბურე პირობები და უნდა შეუქმნა რეალური საქმიანი პირობები. ერთ-ერთი არის ტროტუარები, რომლებიც აი ესე უბრალოდ აიღეს და მისცეს არადა ეს არის ქვეითების არეალი და სივრცე და რატომ უნდა დადიოდე მაგალითად ჭავჭავაძეზე მიდიხარ ტროტუარზე და ვიღაც უკნიდან მოყვება მანქანით, იმიტომ რომ ტროტუარია დახაზული და უნდა გააჩერონ და ცენტრალურ ქუჩებზე მათ შორის. ეს არის ერთი შეთავაზება, ეს არის ჯამურად შეთავაზება იმისთვის, რომ საქმიან რეჟიმში გადავიდეს City Park-ი. ის რომ მოსაკრებელი არის სრულიად დაუსაბუთებლად 50 ლარი. რატომ არის 50 ლარი? ან ამ გადარიცხვებთან დაკავშირებით ძალიან ეშმაკი არის შადებული 10 ლარიანი ჯარიმა. რატომ უნდა იყოს 10 ლარიანი და არ უნდა იყოს 5 ლარიანი მაგალითად? ვინ დათვალა, რომ ეს 10 ლარიანი უნდა იყოს მაინც და მაინც. და არის კიდევ ბევრი საკითხი, რომელიც ზადვარო არა საჯაროდ გამოვიტანო, რომ City Park კონტრარგუმენტებისთვის და კონტრპოზიციისთვის მომემზადოს, არამედ საქმიან რეჟიმში გავაცნო და აქ არის ერთი საკითხი, რომ დავით ნარმანიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ან ასიანის ესე თვალების დახუჭვა და წაყრუება არ შეიძლება, ვინაიდან ამობეჭდეთ, გადაამოწმეთ, რომ 22 აგვისტოს დავით ნარმანიამ თქვა, რომ City Park-ს ვადა ქონდა სექტემბრის ბოლომდე.
და შემდეგ იმოქმედებდა საკუთარი გადაწყვეტილების ამბავად. ძალიან გვიანია უკვე და ეს წელი არ უნდა დასრულდეს ისე რომ City Park-ის კიდევ ერთი თარეშის წელი იყოს. ამ კომპანიას ლაგამი უნდა ამოვდოთ ვინაიდან არაფერს არ ვერჩი პიროვნულად, მაგრამ ფაქტია რომ ავტოსადგომებზე დგანან სტაიანშიკები, რომლებიც ფულს რა შეიღებენ, არავინ არ იცის, ან ეს ფული სად მიდის, არც ეს არავინ არ იცის და პარკინგი არის აბსოლუტურად მოუწესრიგებელი და რაში გჭირდება City Park-ი, ვერავინ ვერ ხვდება. როცა მართლა პარკინგი არის მოსაწესრიგებელი ქალაქში. საცობები, შენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს ყველაფერი არის კავშირში. რატომ უნდა იყოს მაგალითად პეკინის ქუჩაზე ორ მხრივად პარკინგი? რატომ უნდა იყოს? ეს ხო ძალიან აფერხებს ამ ბულაჩაურის ქუჩაზე, რომელიც ერთ-ერთი ვიწროა და დამაკავშირებელი არის სააკაძის მოედნისა და შარტავას ქუჩისა და პეკინის. სადაც ყველაზე ჯოჯოხეთური ის არის ხოლმე პიკის საათებში. პარკინგი დღეს არის საცობების ერთ-ერთი მიზეზი. პარკინგის მოუწესრიგებლობა, უფრო სწორედ, თორე პარკინგი ნორმალური და ადეკვატური პირიქით ხელის შემწყობი იქნება. შეიძლება ქუჩებზე პარკინგი გაუქმდეს დღის საათებში და მხოლოდ საღამოს თქვა 9 საათიდან დილამდე იყოს პარკინგი დასაშვები. ესეც მოაწესრიგებდა და განტვირთავდა ორ ზოლს დაუბრუნებდა ქალაქს ზოგიერთ ქუჩაზე, სადაც ყველაზე კრიტიკული სიტუაცია. საცობების გამომწვევის სხვადასხვა მიზეზია. ეს არის ქაოტური მშენებლობები, რომლებსაც ასევე ვერ ერევა სამწუხაროდ მერია. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბსურდული და უპასუხისმგებლო ქსელი, რომელიც არის და გამოსავალი აქედანაც არ ჩანს. და პარკინგი, რა თქმა უნდა, და არასწორად დაგეგმილი შუქნიშნები და ამ შემდეგ. ეს არის ჯამურად და კომპლექსურად მოსაგვარებელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ ყველაფრის არის City Park-ი, რომელიც არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ მოწესრიგდეს პარკინგი. რისთვისაც ის ფულს იღებს და უამრავ ფულს, იმას არ აწესრიგებს და დგანან სტაიანშიკები ისევ. მგონი არაფერს არ ვაჭარბებ, შეგიძლიათ ყველაფერი გადაამოწმოთ. შესვლა გამოსვლა არ ვიცი, მაგრამ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადღაც რომელიღაც გამგეობებში ხელისფათური მიმდინარეობდა საბიუჯეტო თანხებში და იყო არასწორი გადარიცხვები, იქ რაღაცა ნათესავებისთვის, ოჯახის წევრებისთვის ჩარიცხვა, ჩამორიცხვა. მეც მაგ განცდა, რომ კორუფცია თანდათან რაღაცა მეტასტაზებს იდგავს საჯარო სამსახურებში, მათ შორის თბილისში. მე მაგ განცდა, ოღონდ ეს არის ჩემი განცდა, ეს არის ყურმოკრული ხმები, ზოგი მართალი, ზოგი ტყუილი, მაგრამ მე არც გამომძიებელი ვარ, არც პროკურორი ვარ და არც ფინანსურში ვმუშაობ, საგამოძიებო და არც ოპერატიული მუშაკი ვარ, უბრალოდ მე მაქვს ეს განცდა, რომ სადღაც დაიწყეს ბიუჯეტში ხელისფათური და სადღაც დაიწყეს სადღაც მოკლედ მოაკლდა კონტროლი და მეთვალყურება. ამდენად ის თუ პროკურატურა თუ სხვა საგამოძიებო სტრუქტურები ამოწმებენ მერიის და გამგეობების გადარიცხვა გადმორიცხვებს, ამას ერთმნიშვნელოვნად მივესალმები. ერთმნიშვნელოვნად, ვინაიდან ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ ახლა მათი დრო მოვიდა და ახლა მათი ფულის აკეთებელი ასპარეზია. ამდენად თუ მაკონტროლებელები შევიდნენ, ძალიან კარგია და მივესალმები, რომ ყველა გამგეობა შეამოწმონ, მერიის ყველა სამსახური შეამოწმონ, ამას მივესალმები, ვინაიდან მაგ განცდა, რომ ზოგს გონია რომ ეს ბიუჯეტი ახლა მათი ეპოქა დადგა და მათი ფულის აკეთებელი ასპარეზია და ეს ასე არ უნდა იყოს. მივესალმები ამ ფაქტს. არასებულ მისამართებელს რომელ არასებულ მისამართებელს? რო არ მინახავს თქვენი სიუჟეტი? ოღონდ მომავალის ბიუჯეტში არ ჩადებული იმ მისამართებზე გზის საფარის გადაგება, რომელიც რეალურად არ არსებობს. არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ამას გადავამოწმებ და თუ ასეთი რამე არის ჩადებული, ვინც ეს ჩაწერა, ის ძალიან მკაცრად არის დასასჯელი. ზოგადად ბევრი მოეშვა ამ ქვეყანაში, ბევრი მოეშვა ნამდვილად და სამწუხაროდ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ სადღაც ხელსაფათურებენ, სადღაც ტენდერებია, სადღაც საერთოდ უტენდეროდ ხდება. ასეთი რამ თუ ხდება, მე ეს არ გადამოწმებია, საერთოდ კატასტროფა თუ ასეთი რამ. ვინც ეს ჩაწერა, უმკაცრესად უნდა მოსთხოვონ პასუხი და ეს ხელისუფლება ცოტა უნდა გამოფრთხილდეს. მოვიდა ჩვენი დრო, უნდა დამთავრდეს. უნდა გადავიდნენ პასუხისგებლობით მოქმედების რეჟიმზე, ვინაიდან ბევრი მართლა წამოწვა და გონია რომ სამარაჯამოდ არიან, იქნებიან ეს საკრებულოში თუ იქნებიან მერიაში. და გონიათ რომ ახლა მათი დროა ფულის კეთების.
ხო და ეს უნდა დამთავრდეს და ამას წერტილი უნდა დაისვას და თუ ვინმე მსგავს უმსგავსობებს ჩადის უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ პასუხი და პირველ რიგში ამ ხალხს უნდა მოეთხოვოს პასუხი, იმიტომ რომ სულ სხვა დაპირებით, სულ სხვა ტალღით და სულ სხვა იმით არიან მოსულები და ეხლა მოდი და ჩვენ ხელი ვაფათუროთ, ასეთი რამ უნდა აღიკვეთოს, თუ ასეთ არასებულ მისამართებზეა მით უმეტეს ეს გაწერილი, ამას გადავამოწმებ სათითაოდ და ძმარი უნდა ადინოს ხელისუფლებამ ასეთ ხალხს. ძმარი უნდა ადინოს და ძალიან მკაცრად უნდა მოსთხოვოს პასუხი, იმიტომ რომ რას ქვია არასებულ მითამასამართებზე, თუ ასეთი რამ არის კიდე ერთხელ ამას გადავამოწმებ თორე. არავინ არ უნდა მოეშვეს და არავინ არ უნდა ფლანგოს ეს ფული. კიდე ერთხელ ვამბობ, სულ მომდის ეს ხმები, რომ იქ სადღაც ჩაწყობა, იქ სადაც ტენდერები ასე ტარდება, ისე ტარდება. მე არ მაქვს საშუალება რომ ვსდიო ამათ და გაუნძიებელი არა და არ მევალება სამსახურეობრივად, მაგრამ ვისაც ევალება კეთილი ინებოს და პასუხი აგებინოს ძალიან მკაცრად ამ ხალხს. ეს წარსულს შაბარებული ისტორია, პრემიები აღარ არის ჩვენ პირველივე სხდომაზე, მეორე სხდომაზე, როცა შევიკრიბეთ ეს შემადგენლობა საკრებულოსი, ჩვენ შევიკრიბეთ თუ არა მივიღეთ გადაწყვეტილება, რესპუბლიკელების ინიციატივა იყო, რომ საკრებულოს წევრები, დეპუტატები პრემიებს არ აიღებენ და საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატები პრემიებს არ ვიღებთ. აპარატისთვის გამოიწერა რამდენჯერმე პრემია, მაგრამ დეპუტატები არ ვიღებთ. ეს არის ძველი, რაც გამოქვეყნდა, ეს იყო შიხიაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდის. რაც მიუღებელი იყო და სწორედ ამ მიუღებლობის შედეგია, რომ ჩვენ დეპუტატებმა უარი ვთქვით პრემიებზე. კარგი იქნება თუ მერიაში მოგბაძავენ სხვათა შორის. სულაც არ იქნება ურიგო ვინაიდან ალექსანდრე მარგიშვილი და სხვები. ალექსანდრე მარგიშვილი თვეში იღებს იმდენ ხელფას, რამდენსაც მე წელიწადში ვიღებ. ხო და რას აკეთებს ეს კაცი ამისთანაც ვერაფრით ვერ მივხვდი. მუშაობდა კულტურის სამინისტროში და იყო ყველაზე ჩამორჩენილი სამინისტრო. ახლა მუშაობს მერიაში და მე ძალიან ბევრი საყვედური უკვე მაქვს მერიის მუშაობისადმი და ალექსანდრე მარგიშვილს კიდე საკუთარი თავისთვის არაფერი არ ენანება. ზოგს დანამატს არქმევენ, ზოგს ხელფასს არქმევენ, თქვან მოჭრილი ხელფასს რამდენს იღებენ. დანამატი რაღაც ახელებს ნუ არქმევენ. და ერთხელ დაინტერესდით ერთი მაგალითად მარგიშვილი რაში იღებს? მე ვერაფრით ვერ ხვდები, მე არ მემეტება იმდენი თანხა ნამდვილად მარგიშვილისთვის, რამდენსაც ის თავის თავს უწევს. ხო და რატო აძლევს ამდენს? არ ვიცი. და ბევრი რამეებით რო დაინტერესდეთ, მაგალითად დაინტერესდეთ საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს თუ არა ხალხის მიღება და მოქალაქეებს ხვდება თუ არა. ან საკრებულოს თავმჯდომარე, ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები. აი რას აკეთებენ ისინი დილიდან საღამომდე? არ გაინტერესებთ ექსპერიმენტი ჩაატარეთ. ხვდებიან თუ არა მოქალაქეებს? აი ხა მე მოვდივარ ჩემ ბიუროში დღეს ალბათ 1-40 კაცი იყო მოსული. მიდით აბა ისინი საკრებულოს თავმჯდომარე, თან მე გაცილებით ნაკლები ბერკეტი მაქვს. რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად ვიდრე საკრებულოს თავმჯდომარეს, ან ვიცე-სპიკერებს საკრებულოსას და ნახეთ აბა ერთი მიიღება თუ აქვთ მათ. მე რომ აქ ინფორმაცია იმიტომ გეუბნები თქვენ რომ მიდით და ნახეთ თქო. ხო. ხო და მაგისკენ მოგიწოდებ ზუსტად. იმიტომ რომ მე ვიდე ჩვენი დრო აქვს ბევრს ეს განცდა. და ახლა ფული უნდა აკეთონ, აბა ცხოვრება უნდა აიწყონ, კომფორტი, მანქანა, პრემია, დანამატი, არაფერი არ უნდა აკეთონ და პრობლემები თავისით არ მოგვარდება თბილისში. თვითონ პრობლემები არ მოგვარდება. და ხედავთ კიდევაც რომ სიტი პარკის პრობლემა ვერ მოაგვარეს, უკანონო მშენებლობების პრობლემა ვერ მოაგვარეს, საცობები კატასტროფა იქნება ყოველდღე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რაც დაგრიხინებდა ეს მარშრუტკა და ეს რაღაცა და ის რა ქვია ბოგდანი ბორბალმონგრეული ისევ დადის ეს და არაფერი არ მოგვარებულა და ალექსანდრე მარგიშვილი კიდევ ერთხელ გეუბნებით იმდენ ხელფასს იღებს რომ არ ვიცი საშვილიშვილო დაშენდა და ერთი საქმეც ჩააფლავა სადაც იყო და აქაც არაფერს არ აკეთებს და აი ეგეთი ამბავია და თქვენც მეტად უფრო შეუციჭყინეთ და ნახეთ ერთი რისი მაგნისები არიან